გამარჯობა მეგობრებო და მორიგის საშინელება ჩავიდინეთ მე და მახომ. იმედია ეს მანქანა გახსოვთ, ვინც არის ეს არის Traxxas X-Maxi 6S, ვისაც არ გაქვთ ნანახი ამ მანქანის შესახებ, შეგიძლიათ ამ ლინკზე გადახვიდეთ და ნახოთ. გადავწყვიტეთ რომ მაქსიმალურად გაგვეცხოველებინა და ჩავაყენეთ 8S Monster Mamba X 1260-იანი, ძირითად შემთხვევაში X-Maxi აყენებენ ხოლმე ცოტა პატარა KV-ას, მაგრამ გამომდინარე იქიდან რომ პილიონს პატარას დავტოვებთ, წავას სახეს აიძრობს, მარტო სამაგრს არ დავჯერდით, გადავწყვიტეთ რომ მთლიანი შასი გაგვეძლიერებინა. არ უნდა ეხლა ჩემი ეს დამას ბევრი ახსნა განმარტება, წავიდეთ პირდაპირ და ტრეკზე ვნახოთ რა სისამს. ეს ტრეკი და უნდა გავაკეთოთ სატესტო გარბენი. მაგრამ რა თქმა უნდა, სანამ ამ გარბენს გავაკეთებთ, ცოტა შევხვდები, არ ვიცი როგორ დადის, რანაირად მოუხდება, ასე ვთქვათ, ამ მანქანას ეს ელექტროობა და თქვენ კი არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, ზარის ღილაკის გააქტიურება და რა თქმა უნდა, ლაიქი. დავიწყოთ. ვაიმე. ეს რა ხმა იყო? აუ, ეს თუ ის არის, ეხლა რაც მე მგონია. აუ, რატო? თან მაინც გადაღების დროს ყოველთვის. გონი ხიდია. ნახვამდის გადაღება, წავედით სახელოსნოში. იმ დღეს სწორად მივხვდა რომ ხიდის კბილანები იყო ჩამტრეული, გამომდინარე იქიდან რომ ძალიან ძლიერი ელექტროობა და ვერ გაუძლო. რა თქმა უნდა რომ სხვა ნაწილებიც ვერ გაუძლებენ და სანამ ვერ გაუძლებენ ჩამოვიტანეთ upgrade ნაწილები. ორი მიზეზი თუ რატომ ავირჩიე ვიტაონის პროდუქცია. პირველი ის რომ ასეთი ხარისხიანი და ასეთი გამძლე ლითონის დეტალები არც ერთი ბრენდის არ მინახავს. და მეორე მიზეზი 5 დღეს ჩამოდის, იმიტომ რომ პირდაპირ უშვებენ საქართველოში. ახლა განახებთ თუ რა ჩამოვიტანეთ, ეს არ არის მთლიანი სია, მაგრამ ჯერჯერობით რაც გვაქვს. ესენი არის ხიდები, უკანას გაფუჭდებოდა, ამ წინა და უკანა ხიდია, მომხოვის სისტემა და მისი რაღაცა პატარა კავშირი. ეს არის ხიდის კოლოფი, ლინკები, ცენტრალური დრაივშაფტი და ამას მაინც ვერ მიხვდებით, მე განახებთ და ამ ყველაფრის ლინკები იქნება აღწერაში. სანამ upgrade-ს დავიწყებთ, გამოიწერეთ არხი, გააქტიურეთ ზარის ღილაკი და რა თქმა უნდა, ლაიქი. მოგლეთ, ავაწყეთ, მოვედით, რა თქმა უნდა. დედაენის პარკში, იმიტომ რომ სად უნდა გატესტო X-Maxi თუ არა აქ და ცოტა, რადგან ძრავი და ეს რა ქვია, ES-ით შეუცვალეთ, ანუ მთელი ელექტროობა, ცოტა აქაც გავტესტოთ. პირველი, რაც მინდა ვთქვა ამ ელექტროობის შესახებ, არის მისი ხმა. აი, ზოგს ხომ Maserati-ის ხმა უყვარს, ზოგს Ferrari-ის, ზოგს Mercedes-ის. მე ამას შევადარებდი, იმიტომ რომ ვაბოდებ ამ ხმაზე და ეხლა თუ შანსი მაქვს, მინდა რომ მოგასმენოთ ეს ხმა. კაი, პირველი ვნახოთ, როგორი ძალა აქვს, რა სხვაობა არის და რა მოგცა მოკლედ ამ ელექტროობამ. წავიდა. აი, ეთყობა ხო ბევრი ძალა რო აქ. გააფრინა მანქანა. ერთი სიტყვით, თუ იმის იმედი გექნებათ, რომ X-Max გააძლიერებთ, რაღაცებს გაუკეთებთ, იმიტომ რომ წამოხვიდეთ და ესეც ზედაპირზე იდრიფტაოთ, ნუ იოცნებებთ.
დღევანდელ ტესტს იმედია მოგეწონათ, როგორც ჩანს მისი ფრენა და ნგრევა და ასე შემდეგ. და მოდი გავაკეთოთ პატარა კომენტარები თუ როგორი გამოვიდა. პირველი, ძრავი არის არაადეკვატურად ძლიერი, მოკლედ ელექტროობა არის არაადეკვატურად ძლიერი და ძალიან ბევრად ჯობია თავის იმ რაღაცა VXL რაღაც ბანდ სისტემას, რომელიც წარმარა ფეთქდება. ხო, ისე ვინც არიცით, იცოდეთ რომ ტრაქციის ელექტროობა ხშირად ფეთქდება, ცოტა ხნის წინ საგვიფეთქდა რაღაცა ჯიპზე. გამომდინარე იქიდან რომ შესაძლებლობები ბევრად მეტი გაუხდა ახლა მანქანას, ჩემი აზრით აუცილებელია რომ უკვე შეიცვალოს საბურავები და დაყენდეს ბელთიდ ვერსიები, მე მგონი სწორად ვამბობ, რომელიც ბევრად მეტ რესურსს მისცემს ბეშინგის კუთხით, სტარტის კუთხით, მოჭიდების კუთხით, მოკლედ ყველანაირად აჯობებს და აუცილებელია კიდე რომ შეიცვალოს გიტარები. რატომ? იმიტომ რომ უნდა დაყენდეს RPM-ის გიტარები, რომლის დაყენების შემთხვევაშიც მე შეძლებთ რომ არა 3 მეტრზე ახდეთ, მე ახდეთ 10 მეტრზე, 15 მეტრზე მაღლა და მე იქ ცასაც მივაწინოთ ჩვენი მანქანა. ერთი სიტყვით ძალიან მაგარი გამოვიდა. ვისაც უფრო დეტალურად გაინტერესებთ, შეგიძლიათ დამიწეროთ კომენტარები, თუ რაიმე ინფორმაცია გაინტერესებთ, დეტალურად მოგაწვდით, ყველანაირად დაგეხმარებით. და რაც თავარია, გამოიწერეთ არხი, გააქტიურეთ ზარის ღილაკი და გააზიარეთ ეს ვიდეო. წავედით.